ნინო კიღურაძე, შალვა სასული, დავიბადე ქალაქ თბილისში 1936 წელს 1 სექტემბერს და 7 თვის ვიყავი, როდესაც მამა დამიხრიტეს და 9 თვის ვიყავი, როდესაც დედა გადაასახლეს ძესკარგალში. არტემი იმნაძე დაბადებული 1940 წელს ქალაქ თბილისში პროფესიით რეჟისორი. შაკიაშვილი ვალერიან დავითის ძე. დაბადებული 1930 წლის 1 იანვარს. ბარამიზე. დაბადებული და გაზრდილი ვარ თბილისში. ვახტანგ გაბირაძე, დაბადებული 1953 წლის 6 თებერვალს. არიო ვენიაშვილი. 1960 წლის 22 სექტემბერი ბატონო. საქართველო. დალიჩიტაძე ვარ, ვასილი სასული, შიო ჩიტაძის შვილი. მთელი ცხოვრება მიუხედავად ამისა, რომ შიო 33 წლის მოკლეს და მამა რეპრესიებში მოხვდა 36 წლის, დედამ ისე შემაჩვია, რომ ეს ჩიტაძეების ამბავი სულ თანდებს. პირველი ახმა იმისა თუ რა მოხდა 27 წელს, ეს იცი ჩემი რეაქცია. დედაჩემის მონაყოლიდან, რომ ერთამავე დროს ღამის 2 საათზე დაახლოებით ვიღვიძებდი და ვითხოვდი მამას. თუმცა მამაჩემი მოდიოდა რედაქციიდან მოგვიანე ღამე გვიან, იმიტომ რომ ეშინოდა რამე არ გაპარული იყო გაზეთში, რედაქტორი იყო გაზეთის და რომ მოდიოდა აუცილებლად მაგვიძებდა. და მეფერებოდა თურმე. აი ეს იყო ჩემი პირველი ახმა, მთელი 1 თვის განმავლობაში ვითხოვდი, რომ მამა დამლაპარაკებოდა როგორც ჩანს. ხა კამშაკში ყოლაც მაძლებდა თურმე, ხა რაღაცა მოხონდა ხოლმე და აი ეს იყო პირველი ახმა. 3 წლის ვიყავ. მე მამა მახსოვს როგორ იცით, მაღალი კაცი იყო ძალიან და მახსოვს რომ აი თითქოს აი ესე თავაწეულები რაღაცას ვეუბნებოდით დედას და აი შარვალი მახსოვს და ფეხი აი მამასი. მე მახსოვს ის ამბავი როგორ შემოცვიდნენ. რუსეთს აიყვანეს მამაჩემი. იმის შემდეგ მოვიდა დედაჩემი უნდა წაიყვანათ. ესეთი წესი ყოფილა იმ უხელთ რომელიც მამაჩემს ჰქონდა მიყენებული, მეუღლეს უნდა იპატვერებინა. თაღერა მაქვს მე ისა ბრძანება ეჟოვის თუ თქვენ ალბათ არა გაქვთ შემიძლია თუ გაეცროთ და მათ ყველაფერი აღწერილი ბავშვებსაც როგორ გამოპყრობოდნენ მოღალატეშვილებად ვითოლებოდით ჩვენ და მათ ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი. სამშობლოს მოღალატის შვილები. აი ესეთი რამე. და მამაჩემი დაპატიმრებული იყო ატრიალებს და სახელმწიფო გადატრიალება უნდა ხელისუფლების დამყობისათვის და მოწოდებისათვის 58 10 და 11. იმითი იქნა გასამართლებელი. ბრალდებაში უწერია, რომ ის იყო ახალგაზრდული ჯგუფის ხელმძღვანელი ტროცკისტულ ტერორისტული ჯგუფისა, რომელიც აპირებდა ბერიას მოკვლას. ნახე მე მისი ხელდაწერი, სადაც ის წერდა, რომ თანახმა ყველაფერზე გარკვევით ესეთ კაი ხელით, ანელური ხელი არ ჩანდა. რომ გაუძიებას ეუბნებ დაუმიყვანეთ, რომ ყველაფერზე ხელს ვაწერო. ეს იცოდა რომ სიკვდილზე მიდიოდა, როგორც ჩანს ის აწამეს, რომ არჩია სიკვდილი აწამებას, როგორც ჩანს ეტყობა. ასეთივე პარალელური რამბები ხო ჩვენ ვიცით ბევრი. და დანაშაულეს რომ გერმანიის
ჯაშუში იყო. მე უკვე გვიან მითხრეს, რომ ნატახტარის წყლის მოწამლა უნდა, რომ ქალაქი მოეწამლა. პაპაჩემი ცნობილი ის იყო კონდიტერი. და მანამდე მე იმათ გამოვუშვეს სულ როგორც კულაკი ისე საბჭოთა პერიოდში აუგზავნეს მუშაობა. მაშინ. ხო და დარჩნენ ჩვენები ისა მე ბინა ჩამოვართვეს სხვაგან იყო და გადმოვედით მის საკონდიტროში ძერჟინსკის ქუჩა 14 ნომერი ნახევარ სარდაფში. ამ ნახევარ სარდაფში იყო ამ პაპაჩემის საკონდიტრო წარმოება. მე ვთვლი რომ ყველაზე მძიმე არის შიში. აი 37 წელი საქართველოში იჭერენ ამდენ ხალხს. ამ ხალხს და არ ყავს, ძმა არ ყავს, დედა არ ყავს, მამა არ ყავს. მეგობარი, ვინმე გამოვიდა? ვინმემ სიტყვა თქვა? არა, გაჩუმებული იყო თბილისი და დედის მოგონებებში, აი დედას მოგონება აქვს, რომ როდესაც მანქანებით გაყავდათ ამ სატვირთო მანქანებით, როგორც ჩუმად იდგა ხალხი გზაში და კუდებს, კაცები კუდებს სიხდიდნენ და თავს უხდიდნენ ჩუმად. აი ეს შიში და ეს შიში არის იმის მომასწავებელი, რომ თითქმის მხარს უჭერ იმას, რაც ხდება. დედაჩემის ოცხალი იყო, რომ ჩვენ წავიყვანესაოს. დედაჩემი მოკვდავი იწვა ლუგინში, ჩვენ მოგვეცელა საქმეს წერამ. ხო და 3-4 ადგილას ვიყავით, მე არ ვახსოვს. აი აქ ყოფილა რაღაც შამტრები პუნქტები, ამ ბავშვების გამანაწილებელი რაღაცა და თავარი კიდე ყოფილა, რომ აგერამ ბრძანება შეწერია, რომ იმ მუხტის, რომელიც შემიშობილები იყვნენ გასამართლებული, არ შეიძლება მათი შვილები ყოფილიყვნენ არა თუ ერთ საბავშვო სახლში, დაჟე ნაცნობები არ უნდა ყოფილიყვნენ. აგერ არის უნდა დაშორიშორებულიყვნენ. ეჟოვის ბრძანება. ის იყო ბავშვთა პასიონატი. ძალიან ბევრი იყო ჩემი ბედის ახალგაზრდები, იმიტომ რომ უპატრონოებს, ესე იგი, მშობლები არ ყავდათ და ზოგიერთს არც ერთი და არც მამა ზოგიერთ დახვრეტილები ყავდათ. ზოგიერთ გადასახლებული და მაგრამ ასეთი ბევრი ვიყავით ერთად და ამიტომ იქაც რაღაც ერთი ბედის ქვეშ ვიყავით სულ და ასე გზნობები არ მქონდა. მშობლებურ ბავშვებთან მშობა ძალიან ძნელი იყო ჩემი. იმიტომ რომ ყველა მეცნიერთა რომ მე ვიყავ მოვალე შვილი ერიდებოდნენ. როგორც კეთროვანს ისე მერიდებოდნენ და აი ბევრჯერ ესეთი ისიც მოხსნა შეჯახება. თავარი კიდე ის იყო რომ მასწავლებლებიც რო გეუბნები. ახლა ის არის რომ თვით მასწავლებელს გაგერბი წერიან მე უნდა მოგცეთ ის იმას დავიკითხავ. მასწავლებელს კი მეუბნები ერთხელ რაღაცა დავაშავეთ თუ დავაშავე სკოლაში და მამა შენთან გაგზავნიო. აი ესე დამსჭამ წარი მოგონებათ. მამა როგორ გზნობდით? მამა ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა გვიან, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ უნებრივია ყველა ამ თემაზე არავინ არ საუბრობდა ჩემთან. ვიცოდი სურათი, კი, ნანახი მქონდა, დედას ყოველთვის მართალი არასოდეს კედელზე და იმაზე არ ჩამოუკიდია, მაგრამ ესეთი უდრო ადგილი ქონდა, სადაც მამის სურათი, ეს ვიცოდი. მაგრამ მე ესე იგი რომ მივხვდი რომ ეს არაჩვეულებრივი კაცი, ეს სიცოცხლით სავსე პიროვნება, ენერგიული დახვრიტეს, რატო, რისთვის დახვრეტა არ ვიცოდი, იმიტომ რომ ცნობა მაქვს, რომ მამა 42 წელს გარდაიცვალა. ეს ხო იყო ფიქცია. დედაჩემის სიკვდილში
საბჭოთა ხელისუფლებასთან წვლილი მიგიძღვის ჩვენ მიშვილებსაც. რატომ იცით? 3 წლოვანი შვილი მომკვდავ ხალხს შევჯეროდი დადაქვშიაო. აი მიწერია მე ახალო. და შესავლელი გარსაიდან იყო. იმიტომ რომ მოაღალატეშვილი იყო და ეს ბიზა ჩვენი მარტო ღამეს 3-4 საათზე თუ მოვიდოდა მოგვიტანდა რაღაცა დროს. მე რა თქმა უნდა დაგვაცილეს ჩვენ და ესე და აი ეს მე მახსოვს რომ დედაჩემი საწყალი მოსხვამდა რომ და თაკედე ისე უნდა ვთქვათ რომ ძალიან განისა და მომაკვდავმა ქალმა შვილებთან დაშორება ხმალი ყოს აიყვანეს რა ვიცოდე მაშინ დახვრეტილი იყო თუ არა ხო ეს ავასარანი ეთყოდა რომ სიგრძის თურმენატრობდა მესევედრება და შვილების უნდა ყავთ რომ მოკალავ ვეტარაფეთ აღარ სახლი აღარ სკოლი არ უნდა და აი ესე ეხლა ხოლმე ჟუატელი მგურის ხოლმე ბავშვები ესეთი შერი ბავშვები მომაკვდავ ქალს დედაქვშია მე ვიყავი ალბათ 6 წლის და რა თქმა უნდა ძალიან გამიკვირდა ამ ქალის მოსვლა ჩვენს ოჯახში და მოკლედ დიდხანს იყო როგორც მიყვებიან გაუცხოება ესე იგი ვერაფრით ვერ აღვითქვი რომ ეს არის დედა იმიტომ რომ მე თვითონ ჩემს იმაში დედა იყო ბებია ბაბუა იყო ბაბუა და დედა ჩემის ძმა იყო მამა ესე იგი ამას არ ვამხელდი მაგრამ მქონდა და ყველას ბავშვს აქვს რაღაცა თავისი ისა მეც ასე მქონდა ისინი აღთქმულები ხო და დედა რო ჩამოვიდა მე მახსოვს ბებია ძალიან ცდილობდა რომ დამეძახა დედა არაფრით მოკლედ მახსოვს რაღაცნაირად პირველად თქვი მამა ვარა აი რატო რუსულად მამა ვარა დღემდე ჩემთვის გაუგებარია მაგრამ ეტყობა და დედა და დეიდა ერთად ცხოვრობდნენ ძელი ცხოვრება ისე ეშინოდა საწყლებს რომ საიდანღაც სურათები ქონდათ ამ ძმების და მალავდნენ დედა დაბრუნებული იყო მაგრამ ყოველთვის შიშის ქვეშ ცხოვრობდა მე ამას გრძნობდი და რატომ ზემელზე ვცხოვრობდით ჩვენ და ისეთი ფართო აივანი იყო სადაც ნუ ბევრი ხალხი და საერთო საცხოვრებელივით იყო ეს სახლი და რო დაინახავდა 2 კაცს ან 3 კაცს დედა სვავდა კარადაში კედლის კარადაში და მეუბნებოდა მე რო წამიყვანენ შენ ხმა არ გაიღო და ჩუმად იჯეკ აი ეს ხო მძიმე ფსიქიური ფაქტორია. 3 საათია ღამის. რო დაგვადგენ თავზე ესენი. შევედი, ხედავ ზის რუსი ოფიცერი კგბ-ში. გარეთ 2 ყაზაკები ფორმაში ჩაცმული. ისინი იცავდნენ მას მეზობლებმა ბებია ჩემმა რო კეილწევილი ატეხა მეზობლები ჩამოცვიდნენ აკეთე კი არ შემოუშვეს არ შეიძლებაო და გარეთ გველოდებოდა მანქანა ხო და უნდა 2 საათი გეძლევათო უნდა აბარგდეთ ხო და მე და დედა ჩემი ვალაგებდით იმიტომ რომ მამა ჩემს ის მოუვიდა უცებ ესა შაქარმა დაარტყა უცებ და გონება დაკარგა. ხო და მე და დედა ჩემი ვალაგებდით ამ ისენი ძველი ხალიჩები ქონდა ძალიან კარგი, იმაში შევახვიეთ ყველაფერი, რანაირად მოახერხა დედა ჩემი ძალიან ძლიერი იყო, მაგხრი ორგანიზებლობის მხრივ. ხო და მანდ წერ რომ ის იყო მოახერხეთ რა იმაში და ის დიდი საბანაო ტაშტები ქონდა მაშინ სად იყო ეს შხაპები და ესენი მეც აბანავებდი და სულ აბანავებდით ან აბანოში მივდიოდით ან კიდე ამ ტაშტებში და აი ამ ტაშტებში ჩავალაგეთ რაც კი ქონდა ჭურჭელი ამბავი აქ ხა წარმოიდგინეთ გას
მიდიხარ ესე და ჰარი ხარალეთი ჩაყრილი ეს ყველაფერი ავბარგდით ამ მანქანაზე და წაგვიყვანა ეს ხო და გვეგონა რომ მარტო მივდიოდით რა ახლა როგორც მამა ჩემი ყავდა რომ მივდიოდით თანდათანობით ეს მანქანების რაოდენობა იზრდება შუა ღამეზე სულ ესე და მე მამა ჩემმა თქვა როგორც ჩანს თელ საქართველოს ასახლებენო გას წავედით 14 დღე მივდიოდით ეხლა იქ აღწერილი მაქვს მან როგორ ცხოვრობდით იმ უზარმაზარ პულმანის ვაგონში ორნაირი ვაგონები იყო ერთი იყო სადაც ვიყავით 60 კაცი და მეორე იყო ისა უფრო მომცრო ვაგონი სადაც იყო დაახლოებით 40 კაცამდე ხო და ეს ორი ჯიბე იყო ასეთი ტუალეტი არ იყო წარმოიდგინეთ ეხლა ტუალეტი არ იყო ყველაზე დიდი ცირკი რა იყო და ჩვენ ისა 25-26 დეკემბერს გავედით აქედან თუ 27-ში აღარ მახსოვს და ახალი წელი მოდის როგორია ეხლა აქ ეხლა შეელაგებული ეს იმაში მე იქ აღწერილი ყავს როგორ შემოიყვანეს თაყაიშვილები იყვნენ სესილია თაყაიშვილის ძმა რომელიც საფრანგეთიდან წავიდა სესილია და ეს ძმა საშა თაყაიშვილი ჩამოიყვანა როგორც ემიგრანტი რომ იმათ გამოაცხადეს რომ ჩამოდით არაფერს არ გერჩით რააც არ ერჩის თუ ყველანი თითქმის აკრიფეს და იმ ჩვენთან ერთად იყვნენ მოდის ახალი წელი ყველა ხო ემზადებოდა უკვე 26-27 წელს ყველას რაღაცა ჰქონდა გამზადებული უკვე და ეს ყველაფერი წამოღებული ჰქონდა და ეს კაცები უნდა დასხდნენ საკეიფოდ მაგრამ ტუალეტი არ არის მივდივართო მაგრამ ტუალეტი არ არის და შიგნით ვაგონში ერთ ღამეს ხელისხლება აკრძალული ჰქონდა და ყველას ვიღაცა მოკეკა ეს სტამესკები, ჩაკუჩები, რაღაცები და აი შესასვლელში რომელშიც იკრიბებენ ხო სალაპარაკოთ და აქეთ-იქით იყო ჯიბეები, ორი ჯიბი იქ სადაც ჩვენ გვეზინა ჩვენ მესამე ნარები იყო იქ და მესამე სართულზე ვიწექით ბიჭები. ხო და ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა აი ამ სისქე იატაკი იყო რა, ერთი 10-15 სისქე და ეს ამოჭრეს და მე ფარდასავით რაღაც მიაფარეს ამას და ჯერ ეს იყო დიდი სიხარული და მე ახალი წელი და იქ მოხდა კეიფი და ერთი ამბავი იყო ბიოგრაფიაში უფრო აი ეს მომენტები უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიდრე ის განცდის ის არის პირველობა იმას აქვს იმას რო იხსენებ ის წარმოუდგენელია მაინც სიზმარში ხედავ ხოლმე იქაურობას სიზმარში იქაურ თელ ამბებს ბიჭებთან ერთად რა ხდებოდა ჩვენ თავს როგორ მივდიოდით როგორ ჩანდო მაინც ახალგაზრდები უფრო კარგად ვიტანდით რა ამას ყველაფერს ხო დედაჩემი რომ მოვიდა იქ მგონი თქვი უკვე რომ პირველად ნახე ატირებული რა როდესაც ხელი მოაწერინეს на вечное поселение. სამეტი წლის რო იყავით დაახლოებით და სტალინი რომ მოკვდა მაშინ. როგორი რეაქცია ჰქონდათ ამაზე როგორ გაიგეთ როგორც ყველა ვტირობდით. დავკარგეთ მამა ნონიშვილმა მიუძღვა იოსებ ნონიშვილმა ესეთი საოცარი ლექსი მამა ვირფასო ჩვენზე ზრუნ მიგათეთრებულო და ასე შემდეგ და ამ მას ცნობილი მსახიობები კითხულობდნენ ამ ლექსს და ყველას წერილს დიოდა და აი ესეთი ის იყო ასეთი ქვეყანა იყო მახსოვს რომ ყველა ტიროდა აი სკოლაში მახსოვს ესე იგი მასწავლებლები ანაი ბავშვებიც კი ტიროდნენ გლოვის დღეებიც იყო ალბათ ეს იყო ესეთი რუსის ქალები როგორ ატიროდნენ ეს მახსოვს როგორ მოსთხოვდნენ ეს მახსოვს რომ დინადე ირტიში სადაც ჩვენ შედებს ვაშენებდით არის სუდახოდნაირეკა როიტვარ გემები დადიან
ყველა გემი გაჩერებული იყო და მყავოდნენ ეს დასაფლავების დღეს. მაგრამ რუსეთის ქალები როგორ მოსხვდნენ ეს მე მახსოვს. დილას ამ დედამა რომ გამაღვიძა რომ შვილო სკოლაში დაგაგვიანდებაო და დავაკარგე ეს ამანათები ამ ველოსიპედზე და გამოდივარ და ძელი ბარაკი იყო ამ ბარაკში ცხოვრობდნენ ესენი. ბარაკი იყო და ბარაკის იმაში რომ მივდივართ ესენი ბოლო ოთახში ცხოვრობდნენ და რომ მივდივართ ხედავ ესა გვესმის რაღაცა წივილკივილი კაცო ტირილი უბედურება აქეთ იქით აუ ჩვენი ახლობელი მოკთა როგორ ჩანხასო ჩვენიო გადმოსახლებულიო და რა ახლობელი კაცო მივედი და სტალინი მოკთა მოსულა ამბავი დედა როგორი შევცვლით კაცო იმიტომ რომ მიუხედავად ამისა ახლა სკოლაში და იმაში ისინი სუყოლანი სტალინისტები იყვნენ იქ ვინც ცხოვრობდნენ ეს ყაზახები და ისინი და ეგონათ რომ მაგაზე უკეთესად არავინ არ ცხოვრობდა ხო და იმიტომ რომ ის იყო მაგათი სამყარო და იქ მოხვდით ჩვენც ამოვარდიან ველოსიპედით ეკეთი მეთქვი ახლა იქაც ალბათ ერთი ამბავია დედაჩემს და მამაჩემს მე ამბერი არის ოდე ეცინათ ჯერ კიდე სკოლაში კი ერთი უბედურება იყო ესე იგი გაკვეთილები არ ჩატარდა მოხდა იქ მიტინგი თელი ამბავი და ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა და აი ესე გამოვიტირეთ იოსებ ვისარიონოვიჩი ხო მამა თქვენი რას ფიქრობდა ხმა არ მოვიღეთ თვითონ როგორ ფიქრობდა ანუ სტალინის გადასახადი არ შეიძლებოდა მან იცოდა რომ მისთვის ამაზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა არც საქართველოში თბილისში რო იყო არც მაშინ არც მე მაგის მსჯელობა სტალინზე არ გამიგია სტალინი გარდაიცვალა ეს პერიოდი იყო ჩემი გაოცება რისი ისით რომ ნუ ქვეყანა დაინგრაო თუ წარმოუდგენელი ახლა თქვენ უყურებთ ხოლმე კადრებს Facebook-ში ჩრდილოეთ კორეის ამბებზე ნუ ეს გარდაიცვალა ეს мама და ხალხი თავს იკლავდა დაახლოებით ესე იგი ეს არის ამ სისტემის ამ სოციალისტური სისტემის კომუნისტური სისტემის თანდაყოლილი ესე იგი თვისება ქმნის ადამიანს ასეთ მდგომარეობაში ეხლა მე რო ვთქვა რომ არ გამიცადეთ ეს ბავშვობას უყურებ გამიცადეთ მაგრამ დედაჩემი რო ნახე რომ წესწემი წამოვიდა აუ ძალიან გამეკვირდა რო უთხარი არა ესო ბერიას აგინე რა სიტყვები არ თქვა ბერიაზე არა ადამიანი სადისტი რა ყველაფერი არის ყველაფერი ბერია სტალინი არა უმიტრა ეხლა ხო ხედავ ჩვენ ის ხელმოწერებია ბერიას ხელმოწერები არ არის დახვრიტის მასე CF-ში ხო სტალინის ხელმოწერებია აი საშინლად ეპყრობიან სტალინი ყველამ ვიცოდი ჩვენ რომ ეს იყო ხალხის მტერი და ხრეთდა ხალხს და ემაშვებოდა ეს აბსოლუტურად სხვანაირად არის ყველაფერი სულ სხვანაირად არის სტალინი ესა და რატო ყვები ამას რომ ყველამ თქვა რომ აი დასხედით ეხლა მანამ მივდივართ და ყველამ წერეთ განცხადებები სტალინის სახელზე და თელი ეს ვაგონები იჯდეთ და აგზავნიდნენ წერილებს რომ ჩავდიოდით პოსტა ხო იყო არა და ხრიდით გამატანდნენ ხოლმე მამაჩემი წერდა ამ წერილებს და ვაგზავნიდით სტალინის სახელზე რომ აი ესე იგი მაგრამ ხრუშჩოვი ყავდა გვერდში და ბერია ყავდა გვერდში სხვათა შორის ბერიას მე როგორც თბილისის დიდ მოამაგეთა ფული ბერიას მაგრამ მერე გახდა სტალინის მტერი ეგა მაგრამ ყველაზე დიდი მტერი იყო ხრუშჩოვი მაგრამ მაინც სტალინმა გაგასახლათ და მაინც მას არა ითვლება რომ ჩვენ სტალინმა გაგვასახლა გამიგეთ თქვენ არ თვლით ასე თქვენ არ თვლით ასე არა ვთვლი ესე ის აქციადან რამე არ გახსოვთ კიდე სხვა ბევრი ხალხი იყო ხო აი აქციის მომენტში ბევრი ძალიან თითქმის მაგრამ დარბევამდე დაბრუნდით თქვენ სახში მე სახში დაბრუნდი კი და ყველა გამორბოდა საშინელება ხდებოდა
დღეს როგორ აღიქვამთ, აი რომ სტალინის სახელის დასაცავად იყო ხო რეალურად ასევე მე მგონი იცით რაში იყო ალბათ იყო ინფორმაციის ნაკლებობა თქვენთვის რომ ინფორმაციის ნაკლებობაც იყო მაგრამ მე რატომღაც მგონია რომ როგორც ქართველს ისე იცავდნენ აი ქართველი დაჩაგრეს აი ასეთი გზნობა მქონდა რომ იმიტომ კი არა რომ აი ესეთი დიდი ბელადი იყო და ისა და აი ხრუშჩოვმა რომ დაუსვა წერტილი მის მოღვაწეობას რატომღაც ვფიქრობ რომ მაინც ნაციონალურმა მომენტმა აქ ითამაშა როლი მაშინ უკვე გამოდიოდით და ყვიროდით მეცინება ახლა რომ ლენინ სტალინ რო ესე იგი სტალინი არ იყო კაცო ესეთი ხელწამოსაკრავი და ლენინი თუ იყო სტალინიც იყო აი ესეთი ეს აზრი მუსილებდა და ერთად ერთ სიმწყეზე გაკავდათ რა თუ ლენინს აქებდა ლენინ დიდი იყო სტალინი არანაკლები იყო და აი ამიტომ ესე იგი ხრუშჩოვის წინააღმდეგ ვიყავით დაგეშილები ასე ვთქვათ თვითონ მიშვალა იმ აქციაზეც თუ კი აქციაზეც დავდიოდი 15 წელს ვიყავი მაშინ 16-საც არ ვიყავი შესრულებული და დავდიოდი და რომ მოხდა ეს ტრაგედია მე არ ვიყავი ჩემი და იყო იქა და ნუ რაღაცა ეს სასწაულით გამოასწრო იქაურობას რომ ცოცხალი დარჩა თორე რომ მოვიდა სახში ამ დროს გავიგე მე რომ აი ესეთი ამბავი მოხდა და სხვადია რა შოკიც იყო და რა ამბავიც მიუხედავად ჩემი ბიოგრაფიისა მე სტალინისტი ვარ იმიტომ რომ მიმაჩნია რომ მიუხედავად იმისა ახლა ფილმებს რო აჩვენებენ და ეს კგბ რეებს ატრიალებს და ამ ხალხს რო ჟლეტავს და დახვრეტები რომ მიდის და თელი ამბები აქეთ იქით მაგრამ აი მიმყარდება მე ჩემი აზრი იმისადმი რომ ეს არას სტალინი რა ბაგან ფაქტიურად ლენინიდან დაწყებული აი ეს გაერთიანება ხალხის და სოციალიზმის დამკვიდრება ამ ხალხში იყო სტალინისა ერთი კაცი ადვოკატი ნახე ბოლოს უკვე საქმე რო დამთავრდა სადღაც თებერვლის დასაწყისში როცა 14 თებერვალს დაიწყო ის რაფია სასამართლო პროცესი ორჯერ ნახე მარტო ადვოკატი ისე სასაცილო მდგომარეობა იყო მე და ჯონი რაშკარაშვილს ერთად შეყვარეს საერთოდ სასარგე ვიყავით ბუნებრივია მაგრამ ბოლოს როცა გავგაცნეს რომ ადვოკატი უნდა მოსულიყო ჯონის ადვოკატიც მოვიდა და ჩემი ადვოკატიც მოვიდა დიახ და ადვოკატები საერთოდ საქმის გულში არ იყვნენ დიახ და რომ იქვე ჩვენ თვალწინ რომ დაიწყეს კითხვა ჯონის ადვოკატმა ასეთი ამითქვა ამათო სასამართლო რატომ აქვე უნდა დაიხვიდნენ სასაცილო იყო ამითქვა სიცილი ამაზე სერიოზულად თქვა თუ გაიხმურა არა ნახდა თქვა ახლა ხანშესული კაცი იყო როგორც მოგეხსენეთ მაშინ ადვოკატობა ასე თქვა ძალიან პრესტიჟული არ იყო და ესენი იყვნენ აი უკვე ასტავყაში გასული პროკურორები მოსამართლეები და ასეთი ისინი და ამ კაცს ბუნებრივია ეს გულწრფელად თქვა იმიტომ რომ ეს კაცი მთელი თავის ცხოვრება რამის სტალინის პერიოდი ჰქონდა გამოვიდა ყველაფერი და კაცი გაგიჟდა და ესენი აქ უნდა დაიხვიდეს რა სამართლო ჩიტაში რავი იყვნენ შპიონები ასე ვთქვათ ვინც დაუშვათ აგენტები იყვნენ უცხო ქვეყნის საბჭოთა მოქალაქეები რომლებიც უცხო ქვეყნებზე მუშაობდნენ ცერუ ასადი რა ვიცი ინგლისის დაზვერვა და ყველანი და იყვნენ ასევე ომის დამნაშავეები მოხუცები ეს ის ხალხია ვინც დაუშვათ 45-ში ვინ პოლიციაში მუშაობდა გერმანულ პოლიციაში ანუ ომის დროს დაიჭირეს
25 წლიანები მიუსაჯეს სუვალას 56-ში ხრუშჩოვის ამინისტიით გამოვიდნენ და მერე ბრეჟნევმა თქვა ასეთი ბრეჟნევი ხო დიდი მეომარი კაცი გახდა და დიდი მოგონებები ჰქონდა ამ მცირე მიწა და რა ვიცი ეშმაგიდა იქ თქვა რომ ზოგადად იყო ასეთი ისა რომ ნიჩტო ნიზაბიტა ასეთი ლოზუნგი იყო ამ ლოზუნგიდან გამომდინარე საწყალ მოხუცეს მოხვიეს ხელი და ისევ შეაბრუნეს და ყველას დაუმატეს დარჩენილი სტროკი რაც ჰქონდა ანუ 56-ში თუ მოიხადე 10 წელი თუ და ჰქონდა 15 ახლა მომისაჯდნენ 5 წელს ხო და საწყალი მოხუცები იყვნენ ზოგს ერთს ფეხი არ ჰქონდა და ხელი არ ჰქონდა და იზდა особо опасный государственным республикам ასე აი ესე შემიყვანეს საკანში რომელშიც ესე იგი რა თქმა უნდა მარტი იყო თუ აპრილი მაგრამ იქ აპრილში იქ ისევე ზამთარია და საშინელი საყინულე იყო ოთახში და მოითხოვე ფანქარი ფურცელი და საწერი და დავწერე განცხადება რომ საშინელ დღეში ვარ და როგორც პროტესტი გთხოვთ გადამიყვანოთ მოვითხოვ გადამიყვანოთ ნორმალურ საგანში მოვიდა ცოტა ხნის მერე კანოი ამიყვანა რაღაც კაბინეტში ერთი ტიპი იჯდა ესე იგი მოადგილეების როგორც მე დავადგინე მოადგილეების კაბინეტი იყო ესა ერთი მოადგილე იჯდა რაღაცას წერდა მასალ წერდა მეორე დადიოდა ნასვამი იყო თრალი უბრალოდ ვიდექი ახლა ჩემთვის და ამან დამეწყო გინება რაღაცა ერთი მეორე და მე ხმას არ ვიღებ ახლა რა უნდა უპასუხო ოდა დიშრომ ასე იგი ამან უფრო გააღიზიანა რომ გაჩუმებულიყო ვიყავი აიღო იქ რაღაცა დიდი კეტი იყო რაღაცა და დამეწყო ამით ხმა და მე დავიხურე ესე და ზურგში მომკვდა რამდენჯერმე და მეორე რომელიც წერდა ეს ამბობდა და რასაკეთებ შენ შტოტი ჯერვე ის რაღაცა დაუწყუვითო იმას და ვითომ მიშველა მე თუ რაღაცა გამომიყვანა იქიდან და წამიყვანა გადამიყვანეს მე სხვა იმაში საგანში გადამიყვანეს საოცარი ის იყო რომ ისეთ საგანში გადამიყვანეს რომ საშინელი სიცხე იყო რომ ის ხსენა მქონდა მეცინება იმიტომ არ გინდოდა სიცივე რა აი ახლა ეგდემანდაო როგორც იტყვიან იმის ისენი გადიოდა გათხოვის მილები და საშინელი სიცხე იყო ნუ სიცხეს უფრო ვიტანები და სიცივე ავიტანე ესაც და მე უკვე გამიყვანეს ხოლმე სამკრო იყო სამკროში ოსტატად უпроსად მუშაობდა ბელორუსი იყო პატიმარი ხო და ხარა მაგარი ვარო რა უნიკალური კაცი ვარ ესე იგიო 4 კლასის განათლება მაქვს ჩემი მოშებიო ყველაზე დაბალი განათლება აქვს უმაღლესი ზოგს ხალისხიც აქვს მე ვარ უბრალოდ ანუ რის მომინდა იცი რომ სიცოცხლე ამ დისტენტური მოძრაობისა იქაც იგრძნობოდა მეთქი მაგით მომინდა მე ამაში რომ მონაწილეობ შენ შიზოში გაჯინები ბატონო და штрафной изолятор დიახ ანუ პატიმარი ხარ და კიდე დაჯილი რო ხარ აი კამერაში რო ზიხარ ხო მე მაგალითად რა ვიცი აი ღამე ერთი 5 ჯერ მაინც გებოდა ვარჯიშობთ რომ გავიყინებოდი და ნაღდაც ის იყო ძალიან თხელი ანსაცმელი გაცვია დღე ვერ ჯდები საერთოდ იმიტომ რომ იატაკზე დაჯდები ძალიან გაიყინები მაშინ და ეს საწოლი და სკამები იკეცება ასე ვთქვათ და მთელი დღე ამ პირობებში ხარ დიახ მაგის გამიდა ნუ ის ამანათი არ გაქვს ბევრჯერ მოხვედრილ ხართ იქ შილოში თუ ბევრჯერ არა მაგრამ 1-4 ჯერ ხება ნუ 4 ჯერ თითო კვირი თავად ხო თუ როგორ თუ სხვადასხვა დროით აი ერთხელ იყო მაგალითად დამემატეს უბრალოდ მიზეზის გამო რომ მithom ასეთი ჭკვიანი ვარ მეთქი და ვდექი და ეს შარლის ტოტი იმაში წინდაში ჩავიკეცე რომ აქედან სიცივე არ შესულიყო და ამაზე კიდე 5 დღე დავემატეს ერთი შენი დღეს იმ დაზგაზე დამაყენეს რომელზეც თურმე ჩემსვლაში მეორე სვლაში მუშაობდა მერაბი ხო დავინახე რომ დგას ესე იგი წუნები ეს დეტალები შეურლებით გააკეთა ეს
თავი ტარისკენ და ტარი თავისკენ გავაკეთა და ნუ ეს უკვე წუნია ის აღარ გამოდგებოდა და ეხლა მნიშვნელობა რა ჰქონდა ამას რომ რაღაც 2 კაპიკის ვიწერდნენ ამ იმაში ამ დეტალების გამოჩარხვაში რომელსაც ეხლა ფულად კი არ გვაძლევდნენ იქ ბუფეტი რო იყო კვირაში ერთხელ იმ ბუფეტში ან პეჩენი ეს ნამცხვარს ან არაკს ან რაღაცას ვიყიდით და იმ რაღაც 2 ლუკმა მეტი შეხვდებოდა ეხლა მე რომ თუმცა შეგნებულად იყო, როდესაც მივწერე რა გააკეთე რატო ქენი ესე და მომწერა საოცარი რა. ძმაო ავთო ეს ჩვენი გაკეთებული დეტალებიო ამ გაფუჭებულებსო და დახსირებულებსო მიაქვთო სვერდლოვსკის სამხედრო ქარხანაში და ჩვენ შეგნებულად ვაკეთებიებენო იმას რომ მივიღოთ მონაწილეობა საბჭოთა სამხედრო ძლიერების ასე ვთქვათ გამტკიცებაში. და მე ესო სპეციალურად გავაკეთეო და ამის მერე ესო სპეციალურად გავაკეთებ ხოლმე. მეც არ ვიცოდიო მანამდე თუ რა ის არ მიქონდათო და რომ გამოვიკვლიო და გავიგეო რომ ეს სამხედრო ქარხანაში მიქონდათო აი იმიტომ გავაკეთე ეს. ნუ რა თქმა უნდა იმის მერე მეც დავიწყდა მინების გაფუჭება დეტალების. აი ჩემთან არის როდიდან ვერ გეტყვით, მაგრამ აი სულ ყოველ დღე ვერ ვიტყვი, მაგრამ სულ ვფიქრობ, ხანდახან მარტო რო ვრჩები ჩემს ფიქრებთან ერთად, რომ რატო, აი რისთვის? პასუხი არ აქვს.